ჩვენთან მოვიდა მებლუდი და როგორც ჩანს ბაიასთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად შოკოლადიც მოართვა. მაგრამ მე ვთქვა, გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. გამარჯობა, გილოცავთ პირველ რიგში. გამარჯობა, გილოცავთ და ყველას ულოცავ და უსურვებ რა ვიცი წარმატებულ წლებს მოახშტომოში. მადლობა. საბურავი და შოკოლადი. აი რატომ მოიტანე ეს ორი განსხვავებული ნივთი? ნუ პრინციპში ბოლოდან მინდოდა წამოსულიყავი, მაგრამ რადგან თავიდან მეკითხეთ, არა უშავს აქედან წავალ, ჩემინება პრინციპში არსებითად არ შესვლის არაფერს და რატომ შოკოლადი, რა შუაშია ზოგადად შოკოლადი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტომობილი ვნახე, ხო ძალიან დიდი იყო მიმოსვლა ავტომობილების მეც რაიონში გახლით, ვაკვირდებოდი ზოგადად რა ხდება და ბევრ რაღაცას ვიტყვი ამის ირგვლივ. და ვნახე რომ ძალიან ბევრი იყო ზამთრის საბურავებით, აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ნუ 50% მაინც, ხო, იმიტომ რომ ზამთარმა ჩაიარა ვერ მოვასწარეთ ეთყვა ვერ მოახერხეთ გადმო. არა და აუცილებელია. გვეზარება რა. ხო, ნუ გვეზარება, იმიტომ რომ დადის რა. სანამ ძილში არ დაждდება, საფუძვლში. მე ერთი და იგივე მაქვს რამდენი ხანია და რა ვიცი, კი დადის და კი მოვყავარ მოკლე გზაზე. ზამთრის მიყენია მე ზამთარში გადავაყენე, ახლა ზამთრის მიყენია და რას ვაშავებ მაგარი. კარგი, ერთ რასაც კითხავდი, ანუ პრინციპში არსებითი დისკომფორტს ვერ გზნობ, ხო ესეა? ვერა. ხო, ნუ იმიტომ რომ მაღალშექარი ციარულიც არ გვიწევს. არა. და შესაბამისად მაგისტრალზეც ნაკლებად მოგვიწია სიარული, ხო ესეა? ანუ ამიტომაც პრინციპში ძალიან ვერ შევატყვეთ, მაგრამ მთელი თემა ის არის, რომ მაშინ გვეტყობა, როცა ძალიან გვჭირდება. ანუ თუ მოგვიწია მკვეთრად ერთხელ მაინც მოსახურში შესვლა, თუ მოგვიწია რაღაცა მოკლე მანძილში გაჩერება, იმიტომ რომ რაღაცამ გადმოგვირბინა, რაღაცა შეიცვალა, თუ მოგვიწია რაიმე მკვეთრი მანევრის გაკეთება, მაშინ შევატყობთ, რომ თურმე რაღაც ისე არ ხდება. ტემპერატურა როცა მოიმართოს. და კი, ამისთვის პრინციპში მე აგიხსნით რა ხდება და ნუ მე საბურავებსაც ეგერ მოვიტანეთ სხვადასხვა ტიპის საბურავები, რომ ნუ გავიაროთ ისე ზოგადად მაინც ვიცოდეთ რა ხდება საბურავის ირგვლივ. ანუ ჯერ რა მოსდის საბურავს. შოკოლადის ამბავი პრინციპში ყველა აბსოლუტურად ვიცით. რა? მაგრამ აი თუ გაიყინა ხო? გატეხვა ძალიან რთულია, ხო ესეა? ვიცი, როგორ? როცა გაყინულია შოკოლადი, ხო რთულია. ეხლა ნორმალური ტემპერატურა აქვს და ნორმალურად. აი, რა კარგი გოგო ხარ, დიახ, გისმენ? ხო. ეხლა უკეთესად მოგისმენ. კარგი. აი, პრინციპში მცირე ის მეყოფა ნაწილი. სხვა რა გზა გაქვს, მადლობა. ანუ რა მოსდის საბურავს. ზამთარში შოკოლადის ამბავი ვიცით რომ ძალიან ხისტი ხდება და თითქმის შეუძლებელია გატეხვა, იგივე მოსდის ზაფხულის საბურავს ზამთარში, იმიტომ რომ შეიძლება ზაფხულის საბურავი ზამთარში, ანუ ის ძალიან ხისტი ხდება და ჩაჭიდულობა თითქმის ნულის ტოლია. შემდეგ როცა ტემპერატურა კარგია, ხო, ხედავთ რომ ამ შოკოლადის გატეხვა იულია, ჩაკბეჭაც იულია, ხო ესე, მაგრამ რა მოსდის იმ შემთხვევაში თუ ზამთრის საბურავი გვაქვს ზაფხულში ამისთვის მე პატარა ინსტრუმენტი მოვიტანე. ხო ხვდებით რაც მოსდის მაია. და ეხლა ნახოთ, პრინციპში დიდი მასა ჯობია არ გავაზიანოთ. ხო, იმიტომ რომ მე შეგვაწყო ხო რამადაზე ვარ. ესე, კი ბატონო. ეხლა ჩვენ ზამთრის საბურავს რა ემართება იმას? ზაფხულია და ეს არის ზამთრის. ეს არის ზამთრის საბურავი. ძალიან ცხელა, აგვისტოა. დაკარგა. დრება. მე თავისთავად მაგრამ. დარჩები დისკი. გონი ყველა ხედავ. ცოტა ახლადან შეიძლება რომ მოგვასვათ. მეიფლაშა. ესე ჩათვალე რომ საბურავის გარეშე დადიხარ. გონი ყველა ხედავთ. აუ მე რაკეტი. მოსდის დასახუძი. მოსდის. ხო, აი ზუსტად ეს. აი მარცა ეს მოსდის. რაღაც აღარ მომინდა ისეთი გახდა. მე გადე იტყლაცება? კი, ამიტომ რომ როგორც საბურავი შეუცვალობა უფრო მეტია ვიდრე კაპრონის და შესაბამისად ის გახურებით ძალიან იოლად ცხელდება და გახურებით მე მოსდის ის რომ დნება. მით უმეტეს თუ მუხრუჭი მკვეთრად გამოიყენეთ, ან მკვეთრი მანევრი, მაგრამ კიდე უფრო მაღალია. ხო, და ჩათვალე რომ კი მიცურავთ, აი არა. არა და სიცხეები დაიწყო პირდაპირ.
კი. შეიძლება ასფალტი არ არის ძალიან გაცხელებული და კიდე იტანს ჯერ. ხო, არა უშავს, რაც უფრო მეტი იქნება ტემპერატურა, მით უფრო მეტი იქნება საფრთხე, იმის რომ ავტომობილი ვერ დაუმორჩილოს. და ზაფხულის საბურავებს ეს არ ემართება ცხელ ასფალტზე. ზაფხულის საბურავებს არა, ის იმისთვის იმიტომ კაპრონის არის. ხო, გათვლილია სწორედ ამ ტემპერატურაზე. და პრინციპში საბურავს ეს ინდექსები ყველაფერი აქვს, აწერია ზედ რა შეუძლია, როდის ტემპერატურაზე მუშაობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პრინციპში ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნება. საბურავზე ნებისმიერ წარწერა რაც კი აქვს, ხო, რაღაცას მიანიშნებს. რაღაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამდენი საჭირო პრინციპში არ არის, უნდა ვიცოდეთ რაღაც მინიმალურები. მაგალითად, პირველი რომ გავარჩიოთ, გაჩვენებთ ზამთრის საბურავი, რო ინდექსებს თავი დავანებოთ, ხო? პირდაპირ პროტექტორზე შეიძლება დავაკვირდეთ და ვნახოთ. თუ ეს პატარა ტალღოვანი პროტექტორები აქვს საბურავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ზამთრის. სხვა შემთხვევაში ესეთი პატარა ჭრილები და ბოლომდე ჩაჭრილები მით უმეტეს არ ექნება. ზაფხულის გვაქვს რო შევადაროთ. კი, როგორ არა, ეს საბურავები პრინციპში საბურავიც, ის საბურავიც აი მოვა. აი მასაც აქვს ჭრილები, ოღონდ არატალღოვანი. კი, არატალღოვანი, ესეთი პირდაპირ ჭრილები აქვს. ანუ და არასრულად გაჭრილი ეს ხედავთ რომ ბოლომდე გადის ჭრილები და თან ესეთი ტალღოვანია. თან ამას რო თავი დავანებოთ კიდევ ერთი რაღაც მარტივი რაღაც შეგვიძლია ვნახოთ გვერდზე ზამთრის საბურავს უეჭველი ექნება ესეთი ფიფქები. ფიფქები. აი ფიფქები. ან პირდაპირ ეწერება ან ესეთი ინდექსი ექნება. სიმნი ეს ეწერება. კი, ესეთი ინდექსი ფიფქის პირდაპირ ეწერება winter tire. სლოუზატერია ხომ. ანუ ნიშნავს რომ ის არის უშუალოდ ზამთრის, მაგრამ თვალით ერთი შეხედვით რო დავინახოთ, ნუ ეს ესეა ეთყობა რომ ეს მითი რა, ორივე სეზონის საბურავი რა. ხო, აქვს პრინციპში საბურავი ერთი წამით, რომელსაც აწერია ის M+S-ი აი უდრის სიყვარულს აი მინდა რომ ვაჩვენოთ კარგად ცოტა შუქში გამოაგორე რა აი შუქში გამოაგორეთ აი M+S ეს ინდექსი რასაც ჩვენ ვეძახით რომ ყველგან წავა ყველაფერში ვარგისია რეალურად ეს საბურავი ნიშნავს med plus snow ანუ ჭუჭყიან და თოვლიან გზაზე შეუძლია მას რაღაცა დონეზე იაროს, მაგრამ არა დიდ თოვლში. და არა ყინულზე. კი, ყველგან შეუძლია ცოტათი იაროს, იმიტომაც ვეძახით, რომ უნივერსალურია. ეგრეთ წოდებული უნივერსალური საბურავი, მაგრამ ყველგან ცუდად შეუძლია მუშაობა და ჩვენს პირობებში პრინციპში ვიტყოდი, რომ არც თუ ისე ურიგოა საქართველოში იაროს ესეთი ტიპის საბურავით, იმიტომ რომ არის ბევრი ადგილები, სადაც მტვერია ამ ტვერს ვერ იტანს უბრალო კარგი ასფალტის საბურავი, მას არა აქვს გათვლა იმის რომ მტვერი გამოდევნოს. ხშირ შემთხვევაში არის რომ მოულოდნელად რა წყალია გზაზე, ორმოა, რაღაც ანუ ბევრი სხვადასხვა ტიპის გზის საფარი გვხვდება, შესაბამისად სულაც არ არის ურიგო ეს M+S-ი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ უეჭველი რომ ის ვერ შეასრულებს იმ ფუნქციებს და დაუშვათ თუ გვინდა რომ აგრესიულად ვიაროთ ეს არ იქნება კარგი აგრესიულად შეასრულოთ თუ გვინდა თოვლში ვიაროთ უშუალოდ ის თოვლში ვერ იქნება მაგარი ის ოდნავ თოვლის საფარზეც არაუშავს არის ანუ ყველგან არაუშავს ყველგან არის ცოტა არაუშავს ხო თუ გადაუხვიეთ გზაზე და გვინდა რომ რაღაც უგზოობაში ვიაროთ იქაც ვერ იქნება კარგი ანუ ყველგან საშუალოა რომ ხო თავი გავიზრინოთ ყველაფერს ჯობია რომ ზამთარს დააყენო ზამთრის ზაფხულში დააყენო ზაფხულის ხო და თვითონ რაც შეეხება მართლა ყველა სეზონის საბურავს რა რომელსაც კიდევ უფრო მეტი გათვლა აქვს ესეთი სხვა პირობებისთვის ეს არის არ ეწერება მას MS ეწერება A ანუ A ნიშნავს all ყველა სეზონისთვის all season პირდაპირ შიფრება AS ეწერება ანუ შევეშვათ პრინციპში ეს ჩაღრმავებას მოდი ძალიან მარტივი პარამეტრები ავიღოთ საბურავის და მე მინდა ესე გაჩვენოთ თქვენ ყველას პრინციპში გაჩვენოთ აი ზომები რის შესაბამისად ყიდულობთ საბურავს პირველი დიდად დაწერილი ზომები და თავისი ინდექსი ანუ 245 40 18 რო წერია თითქოს და ყველა მას იცის მაგრამ რეალურად მძღოლების უმრავლესობას რო კითხო როგორც მინიმუმ პასუხს გაგცემენ რომ ხო ყველა მიცის რა მაგრამ როცა ჩაუგრმავდებით ხოლმე მას გამოც რომ არავინ არ იცის იმიტომ რომ პრინციპში რთულად არის ეს გაშიფრული და რატო არის რთულად სიმართლე გითხრა და არ ვიცი ზოგი ინჩებშია ზომა ზოგი მილიმეტრებში ზოგი პროცენტებში და ასე შემდეგ ანუ პირველი ინდექსი ეს არის 245 ეს ნიშნავს საბურავის სიბრტყეს მილიმეტრებში ანუ რა სიბრტყით
ვეხებით ზედაპირს. და ეს პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი სიფტყით ვეხებით ზედაპირს, მით უფრო კარგი ჩაჭიდულობა გვაქვს. და ანუ გაცვეთილ საბურავობდეც მე მივა. შემდეგი ეს 40 პრინციპში ეს არის ის რომ პროცენტულობა ამისი და არა მილიმეტრები და არანაირი სხვა ზომა, ანუ 245-40% არის სიმაღლე. საბურავი სრული, რასაც ჩვენ აქ ხედავთ. ამის შემდეგ დამეზარა ხა მაგის გამო. ბოლოს თქვი. ანუ გეტყვით რატო რაში გვჭირდება ეს რა, ანუ აქ სხვა ზომის საბურავი მოვიტანე, თვალში გადავიდეთ მე ეს ყველაფერი თვალში როგორ აღიქმება. ну შემდეგი R18 ყველა რადიუსი ამდენი აქვს არა და ეს R არაფერ შუაში არის რადიუსთან დავივიწყოთ ეს R ნიშნავს საბურავი რადიალურია ანუ რადიალურ დიაგონალური არსებობს ეს პროფესიონალურია ჩვენთვის ეს არ არის და ბოლო არის ზომა დისკის ანუ ინჩებში იზომება რამდენი ინჩია დისკი 18-იანი 17-იანი 15-იანი რაღაცებს რო ვიძახით ეს არის დისკის ზომა არა რაზეც უნდა გადაეცვას არამედ დიამეტრი ანუ რადიუსი არაფერ შუაში არის. დიამეტრი სულ. დისკის დიამეტრი, ნუ ინჩებში თუ ავიღებთ 16-იანი დაახლოებით 51 მილიმეტრი. მელოს თუ ფართო იმიანი ყველაზე კარგი მოსაჭიდია და სასიარულო, რატო შეგვიძლია ყველამ დავიყენოთ? აი ახლა მივალ მანდ და გზაზე პრინციპში ძალიან ბევრი ავტომობილი ვნახე, რომელიც ზესტაფონში გაზ-სამართ სადგურზე იყო შესული, შესაბამისად ეკონომია ჩვენ და შესვლა, იმიტომ რომ რიგები იყო. რიგები იყო, ეკონომია ძალიან ბევრს ნიშნავს, ამაზე პრინციპში მთელი ერთი თემა შეიძლება ავაგოთ, შეიძლება ვატაროთ ავტომობილის რო ეკონომიურად ვიაროთ და არ დაჭირდეს რაღაცა გადაყვანა. ნაკლები დაწვას. ხარჯაც კი, ანუ რაც უფრო მეტია ხახუნი რაც დიდია საბურავი მით საბურავი არ გაცვდეს თქო უკაცრავად ეგეც მით უფრო არაეკონომიურია ჩვენი ავტომობილი მოჭიდებული კარგად მაგრამ არა საბურავს ვაყენებთ მეტი სიმძლავრე ჭირდება ზრავსაც რომ ის ზრას ადგილიდან რაც უფრო განიერე კარგად ჩაჭიდულია მით უფრო მეტი სიმძლავრე გვჭირდება და ხახუნიც მეტად გვაჩერებს შესაბამისად ძალიან ბევრ საწოლს მოიხმარს ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ დიდ სატვირთოებს ვიწრო საბურავი რო უყენ, ეს მგონია რა, ეხლა სადაცაა გადაყირავდება მოსახლეობაში. თქო, ანუ აქ არსებობს წესები, ხო, რომ დიდ სატვირთო მანქანას უნდა იყენოს უფრო განიერი საბურავი, ხო? იმის დამიხედვით რატვირს ადარებს ის, ხო და შეიტყო კიდე სხვა საბურავები. საბურავზე ატრიალებს. ხო და არსებობს ღერძზე დატვირთვა, საპატრულო პოლიცია შეიძლება შეხვედრიათ ესეთი სცენა შეიძლება არ, ხშირ შემთხვევაში აჩერებს და ზომავს მათ ღერძზე დატვირთულობას, ანუ შეზღუდვა აქვს ღერძზე რაღაც წონის მეტი, არ შეუძლია დაიტვირთოს. ეხლა ისევ დავუბრუნდები მე მაინც ზომებს, რომ ეს ციფრები რო ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავდეს. ზოგადად შევხედოთ, შეგვიძლია უბრალოდ შევხედოთ ბორბალს. რაც უფრო დაბალ პროფილიანია ბორბალი, მაგალითისთვის აი ეს ბორბალი ხედავთ რომ არის ძალიან დაბალ პროფილიანი. უცნაური ბორბალია ეს არის. ძალიან დაბალ პროფილიანი. მით უფრო სპორტული ხასიათის არის ავტომობილი იმ შემთხვევაში, ანუ ეს ბორბალი ძალიან კარგად დგას ზედაპირზე, გზნობელობა ძალიან დიდი აქვს, საჭეს ოდნავ მოუხოთ თუ არა იმ წუთში უხვევს. მაგრამ ალბათობა იმისი რომ მართლა დავკარგოთ, თუ კარგად არ ვიცი, ძალიან დიდია. და თან 40-ში ჩასვლის დროს გაგვეღუნა დისკი, დაგვეშვა საბურავიც, ამის საფრთხე ძალიან დიდია. და პირიქით ავიღოთ მეორე საბურავი, რომელსაც გაცილებით მაღალი აქვს პროფილი. კი, გვერდზე ბორდი, ანუ ჩვენ შეფასებით პრინციპში შეგვიძლია ამის მიხედვით შევაფასოთ თვალით ზომებს რო შევეშვათ. ანუ აი ეს ზომა იყო ეს მეორე პროცენტულობა სიმაღლის, რაც ნიშნავდა რომ სიმაღლე რამდენი გვაქვს. თუ ეს ციფრი მაღალი 50-ზე მაღალია, ნიშნავს რომ საკმაოდ მაღალია საბურავი იმის რომ ორმოები ავიტანოთ და კომფორტულად და რბილად ვიაროთ. თუ ეს ციფრი პროცენტულობაზე მაქვს საუბარი 50-ზე დაბალია, ესე იგი ნიშნავს რომ სპორტული ხასიათისკენ მიდის. მე ვუწევ რას გიხსნი ახლა რომ ბორბლების ცვლით შეგვიძლია მანქანის ხასიათიც ვცვალოთ? ხო, რა თქმა უნდა, ბორბალი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ნაწილია, რომელიცაც ვეხებით ზედაპირს. მეტიც ზედაპირს არ ვეხებით საბურავის გარდა, ხო? ამიტომაც არის, რომ ერთადერთი ტიპია, რომელიც ცვლილება ძალიან ცვლის. რა მინდა კითხო ახლა? აი რომ ამბობენ რომ აღდგება ეს დათვალიერება და მთელი ევროპული რაღაც სტანდარტების შემოვა, ამბობენ რომ თითქოს ყოველ წელს ახალი საბურავი უნდა იყიდო. შეიძლება ეს იყოს კანონში, არა, ხო, დაამთავრე. დამსახურე. არა, მე ამ დროს ვამბობ 90%-ს მეორე საბურავები უყენია და ხარისხი არის ნორმალური.
აი რას ვიტყვი, მეორე საბურავები. ზოგადად იმდენად სანდო არ იქნება, როგორი თქვა, ახლებია, მაგრამ ამაში რამე პრობლემა არის? კი, გეტყვით როგორ არის, არავინ არ უზღუდავს პრინციპში იმაზე, რომ მეორად გვიყენია თუ ახალი საბურავი გვიყენია, მეც ძალიან ხშირად ვიყენებ მეორად საბურავებს, ამაში არაფერი პრინციპში ცუდი არ არის. თქვენ რა გაგიძლევთ ახალი საბურავები? შეჯიბზე არ ვამბობ, შეჯიბის შემთხვევაში იქ ერთ საბურავი თავიდან ბოლომდე ცდება. ნახე მე რუსთავში რას ხდებოდა იქ. კი და ნუ არის ისე რომ განსხვავება დაახლოებით რა, თუნდაც ერთი დღის საბურავსა და ახალ საბურავს შორის წრეზე დაახლოებით 2-3 წამია. ამიტომ არავის არ აწყობს ძველი საბურავი, ამ იმდენად იცვლება. შემცველობაში რაღაცები ხმება. ამი ბევრია. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მთავარი არის საზომი მილიმეტრი და 6/10 იყოს პროტექტორის სიმაღლე. ხო, ეს არის რომელიც გადის. მე ვაპატეთ პროტექტორი რომელია. აი ესენი რაც ეჭიდება რა, სოფლ. მახაზე. აი აქ შიგნით რომ ჩავყოთ სანტიმეტრი პროტექტორი. ეგ უნდა იყოს მილიმეტრი და 6 მილიმეტრი ნახევარი. ეს უკვე არის კანონში, ანუ ამას არანაირი ცვლილება არ შეხებია. ეს ესე იყო ყოველთვის. ესე იყო და არის კანონში. ახლა რა შეიძლება თვითონ რამდენი წლის მერე როგორ ვარგა და არ ვარგა. ხო, რამდენ ხანში კარგავს ამ სიმაღლეს? აი ახალებზე მეც გაგატარებს რა რეკომენდაციების მიხედვით საწყობშიც რო იყოს შენახული ახალ-ახალი საბურავი 5-6 წლის შემდეგ ის კარგავს იმ თვისებებს და ისეთი კარგი არ არის როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ახალი საბურავის გამოყენება 5-6 წლის მერე გამორიცხულია და დავასრულო და თუ საბურავი იყო მოქმედებაში, იმიტომ რომ მოქმედებაში ის რეზინი მაინც სულ თავის თავზე მუშაობს, ანუ არ შრება და ისე არ იბჟღალება, ესე მოდი ესე ვიტყვი. 10 წლამდე შეგვიძლია გამოვიყენოთ საბურავი. 10 წლამდე ერთისა. ეხლა მოდი გაჩვენებთ სად არის ეს სწავლოვანება, პრინციპში ძალიან არ მოეწონებათ იმ ადამიანებს, ვინც მეორად საბურავებს ყიდიან, მაგრამ ყველა ვარიანტში მაგრამ გვასწავლეს მე ვთვლი ხო თავს ვალდებულად რომ ეს გაჩვენოთ რომელიმე ერთ გვერდზე ყველა საბურავს აქვს ჩაზნექილი შტამპი. მე ვიყიდე ხა მეორადი და ერთი მასწავლე ჩაზნექილი შტამპი რომელშიც აი ესეთი ჩაზნექილი შტამპი. რას ნიშნავს? აი შიგნით ოდნავ ჩაწეული და მე ამოტვიფრული ასოები. ეს ოვალში ან დაახლოებით წერა თითის ხელა. კი. ჩემი თუ უნდა ვიპოვო თქვენ ეს ყველა სტუმრობა ამათვის რაღაცა გააოგენებ მატერიალი რომელიმე ერთ მხარეს აქვს. არა, ეს არის ნინო როგორ გიხდება? მე თვითონ ვიპოვი. კარგი. ნეულუდის ყოველი სტუმრობის შემდეგ გავდივარ და სულ უფრო ვიპოვე 19 რას ნიშნავს? აი ახლოს ვაჩვენოთ რა არის. რას ნიშნავს 19 ეს არის პირველი ორი ციფრი ნიშნავს კვირას, რომელ კვირასაც იყო საბურავი გამოცემული. 1908 წელს არა, ეს ნიშნავს მე-19 კვირა იყო 2008 წლის. ვაიმე განანებეთ. რამდენი წელი? 6 წლის არის რა. არა, მაინც მაგარი. ხო, 10 წლამდე პრინციპში მეორად საბურავი შეგვიძლია გამოვიყენოთ. გააჩნია ხა იმას. ბრენდს, ხარის. 22 კვირა 2011 წლის. ეს გამატარე რა საბურავი. და ზომა იცი შენი საბურავი ის? კაი ზომა. კაი, კი, რა ზომა ზუსტად ამაზე მინდო და მეკითხა რომ მიდიხარ და ითხოვ სადმე ესეც შესაბამის დაწესებულებაში საბურავის გამოცვლას. ის ყველაფერი რაც შენ იცი, მათ იციან, ანუ ამ რეკომენდაციებს გაძლევენ, იხარჯებიან ესე რომ შენ მიდიხარ გოგო რომელსაც არაფერი არ იცი და გინდა საბურავის გამოცვლა. ამიტომაც რაც ხელში მოხდება არსებობენ ეს ინდივიდუალური ადამიანები, რომელიც მართლა თავიდან ბოლომდე გადაყვებიან და გირჩევენ ზუსტად შესაბამისად. მაგა გიმართლოს ან მაგას ამ. რა და როგორ და ნუ თან ჩვენს ავტომობილს პრინციპში აქვს თუ ნახავთ რა ან სახურავზე იმის საქვია ბენზინის ხო ან კარებთან სადღაც წერია რა ზომის საბურავები შეიძლება რომ გამოვიყენოთ იმ პროგრამაზე. ერთი წიგნაკები დევს მანქანაში, ყველა მანქანაზე იქ რო წაიკეთო. ეგრე მე ისიც არ ვიცოდი რომ ბენზინის სავზე ისიც ეწერა რა ბენზინი უნდა ჩას. რაღაც X ავტომობილი გვყავს და უშუალოდ ხო შეიძლება ძალიან მარტივად უკვე დღეს ინფორმაცია ძალიან მარტივია ინტერნეტში მოვიძოთ რა რეკომენდაციები აქვს ამ კონკრეტულ ავტომობილს რა საბურავი რა ზომის საბურავები დგას ან პირველი ის დიდი ციფრები რომელიც გაჩვენეთ აი ეს დიდი ციფრები ეს არის მნიშვნელოვანი ანუ რა შეუძლია ამ ავტომობილს აიტანოს იმიტომ რომ
ეს ციფრები თუ შეიცვალა, იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი. მაგალითად, თუ უფრო განიერი გვინდა რომ დავაყენოთ დისკი, ხო, როგორც საბურავი, როგორც მინიმუმ დისკიც გჭირდება. უფრო განიერი, მე ის დისკი შეიძლება ეტეოდეს, ან არ ეტეოდეს. მაგრამ სამ ნაწილზე დატვირთვაც წინა მხარეზეც იცვლება დატვირთვა და ნუ ბევრ რაღაცას მოკლედ რაც უწერია იცის იმ ხალხმა რა. და რაც უწერია ის არ ასწრება. ეგრეთ წოდებული შემცვლელი ბორბალი რა ხოლმე როდესაც გაგვიზრდებოდა რომელიც უნდა აუცილებლად გვედოს. ზაპასკა. სათადარიგო ხო ის ყოველთვის ვიწროა ხოლმე. ხო, არა, გააჩნია ავტომობილს, უფრო თანამედროვე ავტომობილებშია შედარებით ვიწრო, იმიტომ რომ ნაკლები ადგილი დაიკავოს საბურავით. შემდეგ ხო და თან, იმიტომ რომ დიდხანს არია რომ ამ საბურავით. ადრე იყო რომ ჩვეულებრივი საბურავი იყო სათადარიგოც, ანუ იმ სათადარიგო საბურავს აყენებდა. და გავიწყდება და მე როცა დაგჭირდება გარე იმისთვის რომ მიხვიდე უახლოეს ხელოსნობის გაიკეთებს საბურავს, მაგისთვის არის. ერთი კითხვა ვინმე ცხოვრებისეული კითხვა გამაგზავნა. ზამთრამდე მოკეთ გვიან შემოდგომა იყო ზამთარი ჯერ არ იყო დაწყებული გავხეთქე ბორბალი ავდიოდი ჩვენ გაკვეთილები ჯერ არ იყო დაწყებული ავდივოდი იმაზე ტროტუარზე და ეს გვერდულად და გავსერე ეს ბორბალი გაიხა მაგრამ ვარ შუაში აქეთ არც აქეთ მოკეთ რაღაცა მანძილი მაგ გასავლელი იმამდე ხელოსნამდე სახელოსნამდე ნუ რა უნდა მექნა და ესე კოჭრებით ამ დისკით მივედი იმამდე საბურავი გადასაგდები ცხადი დისკიც დისკი შეიძლება ხო ნუ ეს იმიტომ ყველაფერი რომ ის სათადარიგო არ მქონდა კითხვაში მდგომარეობა შემიძლია რამდენი რამანძილი შემიძლია ვიარო დისკით საერთოდ არ შეიძლება არა უნდა გადახვიდე უსაფრთხო ადგილას უნდა გააჩერო ავტომობილი და ვინდა არ გინდა თუ არა გავსადარიგო მაშინ რაღაც ხერხს უნდა მიმართო არსებობს უკვე ბევრი ისეთი ფირმები ხო გამოიძახებ და ეს თუ უცებ ჩაიფუშა ჩემსავით გაიჭრა თუ ხედავ რომ უბრალოდ ეშვება მივასწრო ჯობია ცოტა დავამატო გეტყვით რა ხდება როცა საბურავი სუსტია ავტომობილის მართვა იმდენად უარესდება და ამას პრინციპში სამსწორად მივდივართ ვერც გზნობს საჭე გვეკაჩება რომელიმე მხარეს საერთოდ არის ეს საბურავი დაშვებული თან ეს წინ თუ არის და თუ უკან არის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის იმიტომ რომ მოცურების ალბათობაა ძალიან დიდი და აი მაღალ და დაბალ საბურავებში რო ხსნიდი რომ სპორტული საბურავი რატომაც არის დაბალი სწორედ ეს არის რომ არ გქონდეს იქით-აქეთ რხევა ანუ ეგრეთ წოდებული გარდერობის ეფექტი არ მივიღოთ აი გარდერობის აქცია რო გინდა გაუში და მივაწექი და რო წაიქცა ზუსტად ეს მოსდის როცა მაღალ ბორტიანია საბურავი ის კი არის რომ ორმოებში კარგი არ ბილია დისკის გაღუნის ალბათობა ცოტა გვაქვს ტროტუარზე შეგვიძლია რომ შევუტიოთ რაღაცები შეგვიძლია მაგრამ როგორც კი ჩქარა მივდივართ და რაღაც ან კვეთრიმან გინდა ჩქარა კვეთრიმანი რო გჭირდება მაშინ გჭირდება დაბალ ბორტიანი საბურავი მე ვგიჟდები შენ შედარებებზე გარდერობი და კიდევ ერთ მეც უნდა მოყვები ცხოვრებისეული შემთხვევა შეიძლება მანქანის სიარულს რა შევიშნა რომ ბორბალის ტრიალთან ერთად რაღაცა წკაპუნის ხმა იყო და მივხვდა რაღაცა იყო ბორბალში რომ მე ზუსტად 5 წუთში ამოიღეს აი ამ ხელა ჭანჭიკი რომელიც იყო შერჭობილი რაღაცნაირად არ ვიცი დამიწებეს რამდენად დიდი ხანი შეიძლება კიდე ამ საბურავმა იცოცხლოს ანუ დაწებებული საბურავის სიცოცხლის უნარიანობა რამდენი ხო იმდენივე რამდენი საბურავ შეუძლია პრინციპში იცოცხლოს იმიტომ რომ დაწებება არაფერს არაფუჭებს მარტო იმ ხრელს აწებებენ სადაც იყო სადაც გაჩნდა ეს ხრელი საიმედოა ის დაწებება კი როგორ არა თანამედროვე მეთოდები არსებობს რო თანამედროვე ისეთი მოწყობილობები და ისეთი თვითონ მასალა რომელიც პრინციპში არაფერს არ ცვლის აბსოლუტურად და უკვე არც კი ჭირდებათ რიგ შემთხვევაში საბურავის მოხსნა პირდაპირ ზემოდანვე აწებებენ ასე არც მოუხსნიათ კი ესეთი მეთოდები რაღაც ჩახურების მეთოდები ცოტა უხეშად კი გამოიყურება როცა გარედან ახრახნიან და რაღაც არა მე რო დაჟდებოდა ხო არაფერი ძიმა მე და შენ მოვესწარით კამერებს ეხაც არის კამერიან საბურავები რა გონია ხო არის კი ნუ კამერები პრინციპში აქვს ბევრი პლუსი და ბევრი მინუსიც აქვს არა უფრო მეტი მინუსი აქვს ხა ვაგია კამერა და ის კი რა თქმა უნდა როგორც მინიმუმ ერთს გეტყვით რა რასთვის არის კარგი კამერო საბურავები მაგალითად როდესაც ჩვენ მართვა დავკარგეთ და სადღაც ავხდით სადღაც გადავხდით ან ბარდიურზე ავხდით ან რაღაც ესეთი ხო
უკამერო საბურავი პირველივე დარტყმაზე იშვებს, ანუ 4-ვე საბურავი შეიძლება დაიშვას და კი სადღაც შერდები გინდათ შენ არ იყო იმ მდგომარეობაში გააჩერო. კამერიანი ხო განაგზობს როგორც ბურთი რო ახტუნაო, ესე განაგზობს. მელო სხვადასხვა ტევადობა უნდა იყოს სხვა მანქანებში, როცა დასამატებელი ხედავ რომ ცოტა დაშვებულია რაღაცა ხო, რულები საჭემი აქვს და დასამატებელია, აი ჩვენც რო ვაკონტროლოთ რა მინდა გითხრათ რომ ზოგადად ჰაერის წნევა საბურავში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ის კი არა როცა გზელმანძილზე მივდივარ შეგვიძლია ნორმაზე მეტიც კი დავბეროთ იმიტომ რომ ეკონომიური იყოს ავტომობილი როცა ძალიან ადაბერილი ანუ გადაბერილია გაცილებით ეკონომიური ანუ პროცენტულობას თუ დავისვით 10%-ით მაინც გახდება ეკონომიური თუ გადაუბერავთ ამიტომ გზელმანძილზე არ უშავს კითხვა აქვს აქ ესე დისჩქარეზე რომელი ჯობია საბურავიო კაბერილი თუ კამერიანი თუ კამერო რო გასკნესო შედეგი საბავშვში თუ დიდი სიჩქარეა პირდაპირ მითითება რომ უნდა იყოს უკამერო საბურავი იმიტომ რომ ინდექსი აქვს საბურავებს და ამ ინდექსს ვერანაირი კამერა ვერ აიტანს ანუ გახურებით შეიძლება უბრალოდ გასკნეს შესაბამისად უნდა იყოს უკამერო პრინციპში მოდი ამ ინდექსსაც მიუთითებ საბურავზე არის ესეთი ინდექსი სიჩქარის ეგეც არის? კი არის ეს თემისყოფე წიგნი ყოფილა საბურავზე ყველაფერი სასტუმროსთან წასაკითხი ხო წარმოვიდგინეთ ჩვენთვის როგორ რაღაცა რომ მივდივართ დავუშვათ მეორად საბურავს ვიყო ახალზე აღარა მაქვს საუბარი კონსულტანტებს უწევთ ხოლმე კონსულტაციას მაგრამ ნუ როცა მივდივართ მე შავზე შავად აწერია რომ დაგეზაროს და არ ეკითხო ყველაფერი ხო აი ეს ბოლო ინდექსი რაც პრო ალფაბეტიდან რაც პრო ბოლოა მაღალი სიჩქარეა შესაბამისად white თუ მთავრდება ეს ვია ანუ ეს 240 კმ/სთ ჩქარე არის ამისი ლიმიტი თუ ვაია ანუ y-ს რო ვეძახით ჩვენ ის ნიშნავს რომ 300 კმ/სთ ვაი ის ჭხილებშია ის ვაი კიდევ ჭხილებში ნიშნავს რომ ულიმიტოდ შემიძლია რომ ეს რა თქმა უნდა საქართველოში არ, მაგრამ გერმანიაში ძალიან აქტიურად გამოიყენება, იმიტომ რომ იქ ავტობანზე არის 300-ზე მეტი ბანკი. ის შეზღუდვა არ არის. შეგიძლიათ გერმანიაში. ან ნელასიაროზია დიდი ჯარიმები მე როგორც. ნელასიაროზე ჩვენთანაც თუ შემოვა უკვე დაჯარიმება, ჩვენთანაც არის მოძრაობის შეზღუდვა წესში არის, რომ დაჯარიმება საფრთხის სიჩქარე და ტრასაზე და ნელასიარული ამაზე თუ შემოვა აქ აქტიური დაჯარიმება, მე ძალიან მომხრე ვიქნები, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში აღმოჩნდება რომ იგივე მაგისტრალზე სამივე ზოლზე მიდის ერთ-ერთი სიჩქარით ნელა სამივე ავტომობილი და არავინ არის გამაყრობელი სიგნალი. ერთი რამიდა და კიდევ მეკითხა ხშირად დავკურები ვარ ამას რომ როდესაც აპარკინგებ მანქანას და ბორდიურზე გაეხახუნება საბურავი. სულ მეუბნებია რომ არ გააფუჭო. ანუ შეიძლება რომ ისე დაზიანდეს ამ დროს რომ გამოსაცვლელი გახდა ეს. კი, როგორ არა, აი მე გავჭერი. მაგალითი. სასახია რომ მოდის ხოლმე? მე არ გამიხახული. ან ბაბონი ქართულად არ ვიცი რა, ბოლკი რაღაც. ხო, ნუ არ ვიცი ქართული შესატყვისი მართლა. ბოლკია. მაგრამ მარტო ეს არ არის, რომ ის ბაბონი გაშტება, შეიძლება გავსეროთ საბურავი ბორდიურზე გვერდულად მისვლის დროს. ანუ ან უნდა ავიდეთ ამ ბორდიურზე, ეს კუთხე 45 გრადუსზე უფრო ნაკლები თუ იქნა კუთხე, მაგ შემთხვევაში უკვე სერავს. და დისკთან იწეწკება, ასე ვთქვათ რა და ისეთ იჭრება და გაჭრილი გვერდზე უკვე გვერდულის გაჭრილი ნიშნავს, რომ იმის აღდგენა შეუძლებელია. ის პირდაპირ უნდა გადავავდოთ გინეს სულ ახალი კიდევ რა არის, იცით ისა რომ ვაყენებთ ხოლმე ხშირად ადგილის და უკანლობის გამო ეს ბორბალი არის ხოლმე ძალიან მიჭყლეტილი და ძალიან შეჭყლეტილი. ძალიან გული მიკვდება ხოლმე, მაგრამ ეგრე არ უნდა დატოვო, მიჭერილი არ უნდა დატოვო. ვიცი რომ არ შეიძლება ესე, რომ დავეცადოთ რომ ბორბალი ფუჭდება გასაგებია. არ უხდება, იმიტომ რომ შიგნით ბორბალს ნაქსოვი აქვს, აი როგორც ბებოროქსოს ხოლმე, ესეთი ნაქსოვია შიგნით საბურავში, რასაც ვერ ხედავთ და ამ ნაქსოვს არ უყვარს თუ ის მიბჯენილი იქნება დიდხანს. და ბორდიურზეც კარგად გადასული უნდა იყოს. ხო, ნახევარი ბორბლით რომ ფორმას აფუჭებს შიგნით, მაგრამ კატასტროფა არ არის, მინდა გითხრათ. ნახევარი ბორბლით ადგომა. არა, თუნდაც მიბჯენილი იყოს, შეჭრილი იყოს, თავარი არის ისე არ იყოს, რომ დისკი არ დავაყენო. ბებოზე გამახსენდა, სად არის? ქრისტინეს ბებოს რეცეპტით გაკეთებულიც რომ შეგვირდა გამოგიგზავნით. აი მომიკითხოთ. ერთი შეკითხვა მქონდა. შენ ხო არ გაქვს? მოუტანიათ, ზემოთ. ამის ინფორმაცია, როდესაც გაქვს საბურავი, რომელიც გინდა რომ გადააგდო. ხო. სად მიგაქვს რა სუშუალო? მე ვიცი რომ ევროპაში ბევრ ქვეყანაში პირიქით
ფულს იხდიან საწარმოები იმისთვის რომ მათთან ჩააბარო მასალად საბურავი. ჩვენთან ამ კუთხით რა ხდება? ორგანიზაციაში გეტყვით პრობლემაა, ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა. ორგანიზაციასაც კი პრობლემა აქვს ეს საბურავი. ისე ყველა ტერმინი იცი ქართულად ვულკანიზაცია? ვულკანიზაცია. ვულკანიზაცია. ანუ არის ბევრი სიტყვები ისეთი, რომელსაც უკვე ქართულ სიტყვებს ვეძებთ, მაგრამ უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ ეს შემოტანილი და ახალდაბადებული სიტყვებია. იცი დაბოლოება ზაცია არის რუსული დაბოლოება და ვულკანირება უნდა იყოს. ვულკანირება შეიძლება. და რა იქ უნდა მიიტანო? ანუ სადაც შეგიცვლიან იქვე დატოვებ და იმათ აქვს პრობლემა კიდე რომ მოიშორონ საბურავი, სპეციალურად ფულს იხდიან ცალკე იმისთვის რომ მოვიდეს სპეციალური ავტომობილი და ნაგავსაყარზე წაიღოს ეს საბურავი. და ხშირ შემთხვევაში პრინციპში ავტოდრომზე ჩვენ გვჭირდება ესეთ საბურავი, იმიტომ რომ ვაკეთებთ ღობებს, როდესაც ავტომობილი მოსურდება, რომ არ დაეჯახოს ბეტონსა და დამცავი ღობე გაკეთდეს და ამისთვის ნუ ჩვენ პრინციპში ჩვენთვის კარგია. თქვენ თვითონ თუ წაიღებთ სიამოვნებით გაგატანეთ. დიდი სიამოვნებით გვატანენ, ჩვენ უგზავნით სატვირთოს და დიდი სიამოვნებით თვითონვე გვიტვირთავენ და მიგვაქვს ესეთ საბურავი, მაგრამ ჩვენ ცოტა ვართ პრინციპში, სხვაგან ეს საბურავი. არსებობს საწარმოები, რომელიც იბარებენ ამ საბურავებს, იქიდან გამოაქვთ სხვადასხვა მასალები, რომელსაც იყენებენ ბევრ რაღაცაში. არა, ჩვენთან არის ესეთი საწარმოები. იყო ერთი პერიოდი, როდესაც გვერდზე გზის გვერდულზე ალბათ დანახი გვაქვს, რომ თხელი პლასმასის მანიშნებელი იყო, რომ გზის გვერდულია, მისი ძირი იყო აი საბურავების რეზინით, იმიტომ რომ ის მოქნილი ყოფილიყო, თუ ვეხებით, ხო დაწובოდა თავიდან წამოდგებოდა, ამიტომ ამისთვის ეს გამოიყენებოდა, მაგრამ რო აკრავდნენ საბურავებს, მე მახსოვს გადაკრა საბურავების. ეგეთ რამე არსებობს ახლა კიდე? საბურავების გადაკრა არსებობს, კი, არა მარტო საქართველოში არსებობს, სხვაგანაც არსებობს, მაგრამ ნუ ნაკლებად თუ გამოიყენება ეს, იმიტომ რომ გადაკრული საბურავი როგორც მინიმუმ სიჩქარის ინდექსი ძალიან დაბალი აქვს, იმიტომ რომ ის გახურდება თუ არა, დიდია საფრთხე იმის რომ აზრეს და ადრეს ხშირად ესეც გვსმენია რომ აი გადამიზრა ხო გადაზრა სწორედ იმიტომ რომ მაღალ სიჩქარეზე უკვე ის ვერ იტანს. აი მაღალ სიჩქარეზე კიდე რა უნდა კითხო? პრევენცია, როცა მიდიხარ მაღალი სიჩქარე და გასკდა თქვა წინა საბურავი, როგორ უნდა მოიქცე? ძალიან რთულია. ხო, ძალიან რთულია. ჯობია ისეთ საბურავი არ გვეყენოს, რომელიც გასკდება და ანუ ერთი ის რომ არ უნდა იყოს ძველი, რომ არ გასკდეს, ანუ უკვე დაღარული საბურავი არ უნდა იყოს და მეორე ისო თუ ჩვენ მაღალ სიჩქარით მაინც გვინდა რომ წავიდეთ, აი იმ ინდექსს, რომელიც ბოლოს გაჩვენეთ, უნდა დავაკვირდეთ ყველა ვარიანტში, ანუ ხო, V ინდექსი და უფრო ანუ H ინდექსი არის ყველაზე მიღებული 210 კმ/სთ სიჩქარის ირგვლივ ტრიალებს. კარგი, მაინც გაგვისკდა თქვა. ხო და დამხრუჭება არის პირველი დამუხრუჭება არასწორია. ამ შემთხვევაში პირველი მართვაში უნდა მოვიყვანოთ ყველა ვარიანტში. ავტომობილი გინდას გასკდომით არ იყოს და სხვა რაღაცით იყოს, თუ შევატყოთ მართვას კარგავს ავტომობილი პირველი საჭესოებზით, ანუ გაზსაც მკვეთრად არ ვიღებთ. ანუ გაზმა გავაპაროთ, რთული გავაპარო, გინდა რომ მუხრუჭი გამოიყენო და გინდა რომ მკვეთრად გაუშვა, მაგრამ სწორედ ეს აი ვირტუალური ტრენაჟორით, რომელიც გავაჟღერე, თუ გვექნება რომელზეც წაგვიყვან და გავარჯიშე. საბურავი რას ვიზამდი, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ გაზდან ფეხი უნდა გავაპაროთ და საჭე რომელიღაც მხარეს მოითხოვს აღებას, ერთი რაღაც გეხოთ. მიდღო. რა შეიძლება გამოიწვიოს, ანუ რა პრაქტიკა გაგიგია შენ ავტოსაგზაო შემთხვევების, როდესაც საბურავი არის ან არასწორად შერჩეული, ან ძველი, ან არ ვიცი. წესების დაუცველად ბევრია ესეთი რაღაც, ანუ საბურავის გამო საგზაო შემთხვევა და მარტო ერთი პარამეტრით არ არის, რომ არასწორად შევარჩიეთ საბურავი, ანუ არ მივაქციეთ ყურადღება და სუსტი იყო საბურავი, შესაბამისად რეზონანსში მოვიდა ავტომობილი, მართლა იოლად დაკარგა, ანუ მოუხვეთ მარჯვნივ, მოუხვეთ მარცხნივ და აღმოჩნდა, რომ ავტომობილი უწონობაში გადავიდა. შევებრძოლეთ, მაგრამ მაინც მოსურება გამოიწვია და ესეთი საგზაო შემთხვევა არსებობს ის, რომ სუსტი იყო საბურავი, ორმოში ან რაღაც თუნდაც რაღაც კენჭზე ან რაღაცაზე გადავიარეთ და დისკი იოლად გაიღუნა, იოლად დაიშვა და ანუ გასკდომის ეფექტი მივიღეთ, თან არაკამერიანი, ანუ კამერო საბურავი ერთი წამშივე იშვებს ბოლომდე თუ დისკი გაიღუნა, რამდენადაც ეს კარგია საგზაო შემთხვევის იმ შემთხვევაში, როცა მართვა დავკარგეთ და დაიშვა და გაგვაჩერა, იმდენად ცუდია ესეთ შემთხვევაში, ანუ ის ბრახ და დაიშვებს, მართვა სხვა კარგინებს, თან გამოუხსნელი მძღოლები იოლად
კარგავენ მართვას და დავმოდი დავუბრუნდები მაინც იმას რომ ძალიან უნდა ჩავებღაუჭოთ საჭეს ამ შემთხვევაში ხო უკანა საბურავზეც იგივე ტრცელდება უკანა საბურავზეც იმიტომ რომ ჩაბღაუჭებულ საჭესთან ხო უფრო ზუსტად ვაკონტროლებთ იმ ცოტა უნდა ამ შემთხვევაში მკვეთრი მოხვევა გამორიცხულია და ამ ცოტას ძალიან იოლად ვაკონტროლებთ ამიტომ თუ გაგვისკდა რომელიმე საბურავი ხო ვებღაუჭებით და ძალიან თხლად ვცდილობთ რომ მოუხვდეთ რა უნდა გითხო 100 რო არის ტრასაზე როცა ჩვენება რომ ცოტა არის და როცა სარიელია ნუ ვერ მედიხარ კამერები ასე შემდეგ 100 არის თუ არა ის სიჩქარე თქვა რომლის მერეც უკვე აი გინდა საბურავი რო გაგისკდეს რისკი ნაკლებია მეტია პირიქით რომ ვერ დაიმორჩილოს ხო ნუ ჩვენ პრინციპში ესე ტესტი გავაკეთეთ გახსოვთ რამდენი იზრდება სიჩქარე იმდენად ოთხმაგდება მანძილი სამოქმედო მანძილი ზოგადად შესაბამისად სიჩქარე თითქოს და არაფერი მაგრამ ყოველი 5 კილომეტრის გადაჭარბება სიჩქარეს ნიშნავს რომ გვიუარესდება გაცილებით გვიუარესდება ავტომობილის დამორჩილების ზოგადად ალბათობა ანუ თუ ავტომობილის საბურავი გავუსწა ნუ ეს იშვიათია საბურავის გასწრომა სხვა ქვეყნებში ჩვენთან უფრო ხშირია იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩაგვყავს საბურავი ინდონეზიაზე როდესაც უკვე პროტექტორი საერთოდ აღარ აქვს და უკვე გადავდივართ საბურავის ეგრეთ წოდებულ მესამე ფენაში რომელიც ტყავივით არის და მართვა უტოლდება ნულს პრინციპში უბრალოდ ის დიდხანს არის და არის ხო ასე რომ ჯამში ავტომობილის დამორჩილება რაც უფრო მაღალია სიჩქარე რთულდება შესაბამისად არსებობს კანონმდებლობით ნორმატივი მიღებული 100 კმ/სთ და ვეცადოთ რომ მე მაინც გონია რომ როგორც ღვედების შემთხვევაში კანონმა მოგთხოვა რომ ეს შეგვესრულებინა ისე რომ მოგთხოვს კანონმა საბურავის გამოცვლა სეზონურად გამოცვლა სეზონურად პრინციპში მე ვიცი რომ საზღვარგარეთ აჩერებენ აჯარიმებენ იმის გამო თუ არ არის შეცვლილი სეზონის მიხედვით ხო მაგრამ ძალიან რთული იქნება ჩვენ პირობებში იმიტომ რომ ეს მე როგორც მინიმუმ ჯიბეს ამიტომ ჯერ მიიყო რომ მივიდეს ქვეყანა იქამდე რომ მაგის პირობები იყოს და მე გამოსვლის ყველა პრიორიტეტად იქნება რა ხმა თუ ვიცით რა საბურავი გვიყენია უბრალოდ ეს მაინც რა გავითვალისწინოთ თუ ვიცით რა საბურავი გვიყენია შესაბამისად მაინც ვიაროთ და ყველა რომ გამოსვლის მე გაიარდება ეს ერთი წუთით ერთი წამი დაგჭირდა და მე თქვა ძალიან დიდი მადლობა საბურავისთვის და ძალიან გთხოვ შემდეგ გადაცემისთვის დაგვიდგინე აქვს თუ არა უფლება საპატრულოს გახსოვთ რომ საუბრობდით ღამე მოციმციმე ჩართული ციმციმე არა ჩვენმა თხოვნამ არ გაჭერა ყოველ შემთხვევაში ღამე დადის ისევ და იქნებ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ან მიუთითოთ უკვე წესებზე კი ბატონო შეგვიძლია ზოგადად კი მოვიწვიოთ ხო მოიტანოთ გადასარევი გავიდეთ რეკლამაზე მადლობა მელუჩე დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით მუსიკალური ნაწილის თქვენი გადაცემა